მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის არხი ანონიმური ფაქტები. დღევანდელი ვიდეო დაეთმობა Walking Dead-ს, საინტერესო ფაქტების სერიალ მოსიარულე მკვდრებზე. ბევრი მსახიობი საზღვარგარეთიდანაა ჩასული. სერიალი შეიძლება გადაღებული იყოს ამერიკის მიწებზე, მაგრამ ბევრი მსახიობი უცხოეთიდან ჩამოდიოდეს. ენდრიუ ლინკოლნი და ლორენ კოჰენი ბრიტანეთის მკვიდრნი არიან. სტივენ იუენი დაიბადა სეულში, სამხრეთ კორეაში. დანაი გვირაკი ზიმბაბვეშია დაბადებული. სერიალი დაფუძნებულია გრაფიკულ რომანზე. Walking Dead ეფუძნება რობერტ კირკმენის გრაფიკულ რომანს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სიმბოლოები, სახელები და პარამეტრები იგივეა, ზოგიერთი მონაკვეთი მაინც განსხვავებულია. მაგალითად, კომიქსებში არ არსებობს ფანების საყვარელი პერსონაჟი, დერილ დიქსონი, ის მხოლოდ სერიალშია. სერიალში სიტყვა ზომბი არასდროს უხსენებიათ. მიუხედავად იმისა, რომ სერიალი ზომბი აპოკალიფსის შესახებ მოგვითხრობს, ზომბი არც ერთხელ არ არის ნახსენები. სერიალში ზომბებს მოიხსენიებენ როგორც მოსიარულე მკვდრებს, ან შემოკლებით მოსიარულეებს. შემქმნელები ამბობენ, რომ სიტყვა ზომბი, იმიტომ მოკვეთეს, რომ შეექმნათ სამყარო სერიალის ფარგლებში, სადაც პერსონაჟები იშლება. პერსონაჟებს ამ ეპიდემიამდე არც კი გაუგიათ ზომბების არსებობაზე, ან მითები მათზე. ზუსტად ამიტომაა, რომ სიტყვა ზომბი სერიალ მოსიარულე მკვდრებში არც ერთხელ არ არის გამოყენებული. მოსიარულე მკვდრები სკოლაში დადიან. თუ ფიქრობთ, რომ ყველა ადამიანი იმდენად კარგია, რომ მოსიარულე მკვდრის როლი შეასრულოს, ძალიან ცდებით. ამ როლში მოთამაშენი სპეციალურ სკოლებში დადიან, სადაც ისინი სწავლობენ თუ როგორ იარონ, მოიქცნენ, ირბინონ და ასე შემდეგ, რათა კარგად შეასრულონ ზომბის როლი. ბოდიში მოსიარულეს როლი. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო. თუ ასე არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება, ასევე თუ გსურთ სხვა ფილმის ან სერიალის შესახებ საინტერესო ფაქტები იხილოთ, დაწერეთ კომენტარებში. მეკიდროებით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. გინდა რომ შენი არხის ან ნებისმიერი პროდუქციის რეკლამა განთავსდეს ანონიმურ ფაქტებზე, მაშინ ეწვიებ ნულს, რომელიც აღწერაშია მითითებული, ან პირდაპირ Facebook-ის გვერდზე დაგვიკავშირდი.